ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად თბილისში საკომიტეტო მოსმენებს და სხდომებს არ ესწრება მიზეზად ოპოზიცია კონსტიტუციის დარღვევას ასახელებსა და წერია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისში არ არის. ამ მოთხოვნით წერილი მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს შეაბარეს. ეკა ბესელიან ნაციონალურ მოძრაობას კომიტეტის სხდომიდანვე უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობას კანონი არ დაურღვევია, რადგან პლენარული სხდომები ქუთაისში იმართება, საკომიტეტო გასვლითი სხდომების ჩატარების უფლება კი პარლამენტს თბილისშიც აქვს. მიზეზი არ არის ახლა ის, რომ არ ტარდება თბილისში ეს სხდომა, არც ქუთაისი არის მომხდარებელი, როგორც აღმოჩნდა ჩვენი კოლეგებისთვის უმცირესობიდან, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საკომიტეტო საქმიანობაში. სამწუხაროდ სასესიო ფორმატი მათთვის სამხატვრო პოლიტიკური განცხადებებისთვის წერებოდა. ძალიან დიდია მაჩვენებელი მათი გამოუცხადებლობის ქუთაისში, როცა საკომიტეტო სხდომებს ვატარებდით და მათი დიდი ნაწილი ძალიან ხშირად აცდენს არასაპატიო კომიტეტის სხდომებს.